ერთ თემასაც ვიტყოდი ადეშულთან დაკავშირებით. ამ ხრივ ხშირად ჩვენ გვეუბნებია ხოლმე, მათ შორის ამ ვეტინგზე. უცხოელი აქტორები რას გვეუბნებიან? ანუ გასაგებია რომ ჩვენთან ეს არ ხდება კვალიფიციური უმრავლესობა გქონდეს. აი ეს ჩვენთან არ ხდება, არც კვალიფიციური უმრავლესობა გქონდეს. არც ხვებს უანიშნებ ჩვენ მოსავალს, მაგრამ თქვენი კონტექსტისთვის, საქართველოს რეალობისთვის და თქვენი კონტექსტისთვის ეს კარგი არის. ანუ ჩვენ უცხოელი აქტორი გვეუბნება რომ ის იმდენად იცნობს ჩვენ კონტექსტს, ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს, რომ ამბობს რომ კვალიფიციური უმრავლესობა თქვენთან კარგია იმუშავებს. და რა აღმოჩნდა სულ ახლახანს აი გუშინ წინაც და მანამდეც. რომ ბრიუსელში, ანუ იმ კაბინეტებში, საიდან ჩვენ გვეუბნებიან რომ ზეპირადიცია ჩვენი კონტექსტი, ჩვენი ხასიათი, რა გვინდა, რა არ გვინდა, ისიც კი არიციან მაგიდის გადასწრებით ვინუზით. ზურაბ ადეიშვილი კრიმინალი რო უზის მაგიდის გადასწრებით, ესეც კი არიცოდნენ ბრიუსელის იმ ოთახებში. იმ ოთახებში ინფორმაცია არ ქონდათ. ბოლოს ხო ეს თქვენსო ჩვენ რა ვიცით რომ იყო უკრაინის დელეგაცია და ეხლა იმ დელეგაციაში ვინ ზის, ვინ არ ზის, ჩვენ რა ვიცით რომ ეს იყო ახსნა.